ყველარი. თბილისში ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ Georgian Water and Power-ის ხელმძღვანელობასთან ერთად თბილისის წყლის ინფრასტრუქტურა მოინახულა. გაბუნიას განცხადებით ნაძალადევის რაიონში ბევრი პრობლემაა სასმელი წყლის, სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემის კუთხით. გამგებელი მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემების მოგვარებას დაპირდა. წინაწლების განმავლობაში ნაძალადევის რაიონში წარსულზე სალაპარაკო. წლების განმავლობაში ვწევდით გაუსაძლის პირობებზე, რომელიც ქუჩის დაზიანებამ გამოიწვია და ამისი მიზეზი გახდათ ის კომუნიკაციები, მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ზიანდებოდა და თვეში ერთხელ შეიძლება თვეში ორჯერაც იძულებული იყვნენ, რომ ჯიუპის წარმოადგენლები მოსულიყვნენ და ხამუთები დაედოთ შეეკეთებინათ. სამწუხაროდ წინაწლების განმავლობაში ნაძალადევის რაიონში ძალიან ცოტა რამ გაკეთა იმისთვის, რომ ესეთი პრობლემები აღარ ყოფილიყო, როგორც აი ამ ქუჩაზე გვხვდება, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურასთან, ისევე წყლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამ პრობლემებს შევეგუოთ და ძალიან აქტიურ რეჟიმში, ყოველდღიურ რეჟიმში გეგმავთ, ვიფიქროთ პრობლემაზე რეაგირებაზე, პრობლემის გადაჭრაზე.